მეხუთე ადგილი. ოდესმე დაფიქრებულ ხართ ერთ მარტივ რამეზე. თურქეთში აი ყურის ძირში Kinderიც, Nescafeც და Arielიც ღირს ბევრად იაფი ვიდრე საქართველოში. ლოგიკური კითხვა, რატომ არ მიდის ქართული სუპერმარკეტი ვთქვათ Spari თურქეთში? რატომ არ ყიდულობს იქ პროდუქციას იაფად და რატომ არ ყიდის აქ? იმიტომ რომ საზღვარზე დგას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ეუბნება ზდეკ, შენ ამის შემოტანის უფლება არ გაქვს. საქართველოს ბაზარი დაყოფილია ფეოდალურ მამულებად. აქ მოქმედებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა მაგალითად კომპანია დიპლომატი. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ექსკლუზიური კონტრაქტი მსოფლიო ბრენდებთან. ეს ნიშნავს მარტივ რამეს, მთელ საქართველოში ვერც ერთი მაღაზია, ვერც ერთი ჯიხური და ვერც ერთი ბებია ვერ გაყიდის ჯილეტის სამართებელს თუ ის არ გაიყიდა დიპლომატის გავლით. იმ ყავის ფასსაც, რომელიც თქვენ დღესდღეობით დალიეთ, დიპლომატი ადგენს. ის ამბობს, მე ამას მოგყიდით 20 ლარად. Plus ჩემი რისკის დაზღვევა, plus ჩემი მოგება და რაც მთავარია, ისინი აწესებენ ეგრეთ წოდებულ საბაზისო ფასს. ანუ დისტრიბუტორი კარნახობს ბაზრის ყველა მოთამაშეს. ამაზე იაფად ვერ გაყიდითო. ამგვარად კომპანია დიპლომატი საქართველოსთვის არის ყველაზე ზარალიანი დიპლომატი. რა თქმა უნდა, მაკა ბოჭორიშვილის მერე. ცხადია. წესით ქაღალდზე ჩვენ მყავს კონკურენტული ბაზარი. გვეუბნებიან, რომ Carrefour-სა და Spar შორის ომია. სინამდვილეში არანაირი კონკურენცია არ არის. არ დაიჯერეთ. ყველა სუპერმარკეტი პროდუქტს ყიდულობს ერთი და იმავე მონოპოლისტი დისტრიბუტორისგან. ერთი და იმავე ფასად. თქვენ არჩევანი გაქვთ არა ფასებს შორის, არამედ იმას შორის, რომელი ტერმინალით დაგაყაჩაღონ. საქართველოს ბანკის თუ TBC-ის. დაზოგვით კი მხოლოდ პარკის 10 თეთრი შეგიძლიათ დაზოგოთ, როცა გეკითხებიან, პარკით გინდა თუ პარკის გარეშეო. გაბრაზებულზე რომ მეუბნები, არ მინდა ხელით წავიღებ. კარგი, ჩადეთ. მაგრამ აქ ჩნდება ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა. ეს ყველაფერი, ექსკლუზიური კონტრაქტები, ფეოდალური ზონები, ფასების კარნახი, ბექა ყურშემ თუ იცის. ნუ თუ ირაკლი კობახიძეს არ აქვს ინფორმაცია. მაშინ რა საჭიროა ეს ცირკი? რატომ აანონსებს გამოძიებას? თუ პასუხი ისედაც მაგით აზევდეს. ამაზე ჩემს ვარაუდს ოდნავ გვიან მოგახსენებთ.